სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. დღეს სახარებაში მოისმინეთ ის ადგილი, როდესაც მაცხოვარმა რო გაიგო, რომ იოან ათლისმცემელს იროდი მეფემ თავი მოჰკვეთა, მაცხოვარი განერიდა. განა იმიტომ რომ სიკვდილი შეეშინდა, არა, განერიდა ბოროტს, იმიტომ ჯერ არ იყო დამდგარი ის დრო, როდესაც ხალხი მას მიიღებდა და ოსანათი შეიპატიჟებდა იერუსალიმში, ჯერ ეს დრო არ იყო დამდგარი და ამიტომ განერიდა იგი უდაბნოში, მაგრამ ხალხმა, რომლებმაც მის შესახებ იცოდნენ, თუ როგორი სასწაულთმოქმედია, თუ როგორ ქადაგებს, უდაბნოში გაჰყვნენ და წარმოვიდგინეთ, უდაბნოში რომ გაჰყვნენ, იმდენი ხალხი იყო, წერია სახარებაში 5,000 კაციო თვინიერ ქალებისა და ბავშვებისაო. სადღაცა იქნებოდა 10,000 ეგრე, ანუ 5,000 კაცი ქალების და ბავშვების გარდაო. და ქალების და ბავშვებიც ხო იქნებოდნენ და სადღაც 10,000 კაცი ეს გაყვა და ისმენდა მაცხოვრის ქადაგებას აი ამ უდაბნოში და თან მრავალნი განკურნაო ქრისტე და მაშინ როდესაც უკვე მოსაღამოვდა მოციქულებმა უთხრეს მაცხოვარს რომ გაუშვი ეს ხალხიო, იმიტომ რომ დაუსახლებელი ადგილიაო და ალბათ თელი დღე აქ არიან და მოშივდებათო და მაცხოვარმა იცოდა ეს ყველაფერი და ესე უთხრა თქვენ ეცით მაგათ ჭამადიო, ანუ თქვენ აჭამეთო. ეხლა 10,000 კაცის ჭამა როგორი საქმეა და უფალო 200 დრახკანის მარტო ფული რო ვიყიდოთო, ცირედი თუ რამე შეხვდებათო, დრახკანი იყო ოქროს ფული. იმდენი ხალხიაო, აი 10,000 კაცის გამოყვებაო. ხა მაცხოვარმა ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ ეს დაუშვა, იმიტომ რომ მაცხოვრის შესახებ ცოტა უფრო მეტი რამ სცოდნოდა და ერთი ეუბნება რომ აქ არის ერთიო ბიჭიო, რომელსაცო 5 პური აქვს ქრთლისაო, პატარა ესეთი პურებია და 2 თევზი. იქ ჩვეულებრივად ერთი ჯიშის თევზი იყო, პეტრეს თევზს უწოდებდნენ, დაახლოებით აი ამ ხელა, ვინც იერუსალიმში ნამყოფი ხართ, ალბათ გაგისინჯავთ ეს პეტრეს თევზს ეძახიან, დაახლოებით აი ამ ხელა. ესე იგი 2 ამ ხელა თევზი და 5 პური დაახლოებით აი ამ ხელა ქრთლისა. და ეუბნება მაცხოვარი რომ დასვით ეს ხალხი ერგასის ან 50-50-ად ეს ხალხი რომ ყველას ერგოსო. შემდგომ ამისა აკურთხებს ამ პურს, თევზს ილოცებს და მისცემს მოციქულებს რომ დაერიგებინათ და ისე გამრავლდება ეს პური და თევზი რომ არა მარტო ამ ხალხს გააძღებს, 12 გოდორს აიღებენ ნაშთს და ამ სასწაულს რო ნახავს იქ ყოფი ხალხი, უნებრივია რომ მოინდომებს მასთან ყოფნას, მოინდომებს მისი შეიძლება ითქვას გამეფებას. არა და მაცხოვარმა მყისიერად აიძულა თავის მოციქულები რომ ჩამსხარიყვნენ ნავში და გაუშვა ისინი რომ აი ამ ატივით არ მოხიბლულიყვნენ. თვითონ კიდე განერიდება სალოცავად მთაზია. ანუ შეხედეთ, დღევანდელ წაკითხულ სახარებაში მოთხრობილია ის, თუ როგორ უნდა განვრიდოთ ბოროტს, როგორც მაცხოვარი განერიდა იროდის, სისხლისმცემელი იროდის. განა არ შეეძლო მაცხოვარს, რომ პირისაგან მიწა აღეგავა. რა თქმა უნდა შეეძლო, მაგრამ არა, განერიდა ბოროტს. მეორე, რაზეც გვასწავლის სახარება, მთელი დღეს ხალხი ღებულობდნენ ღვთისგან მადლს, ქადაგებას, ქრისტეს ქადაგებას და აი ამ განკურნებებს და მხოლოდ საღამო ხანს უფალმა დააპურა ისინი. ასე რომ სანამ დააპურებდა,
მაცხოვარმა ილოცა ჩვენს ყოველთვის როგორც პავლე მოციქული ამბობს რასაც აკეთებდეთ ყოველივეს ღვთის დიდებით აკეთებდეთ ეს საჭმლის ჭამა იქნება დაძინება იქნება შრომა იქნება თუ რაც იქნება ყველაფერს ღვთის დიდებით რას ნიშნავს რომ ღმერთს უნდა ვთხოვოთ შემწეობა უფალო შემეწიე შენ მომიმართე ხელი ხო არსებობს ლოცვა ჭამის წინ ჭამის შემდეგ ლოცვა თქვა ძილის წინ ძილის შემდეგ ხო არსებობს ლოცვა ყოველი საქმის წინ ყოველი საქმის შემდგომ ანუ აი ამ სახარებაში გვაჩვენებს მაცხოვარი რომ ჩვენ ასე უნდა ვიცხოვოთ ყოველივეს უნდა ვაკეთებთ ღვთის დიდებისთვის კიდევ რას გვასწავლის დღევანდელ წაკითხული როგორ უნდა განვერიდოთ დიდებას რომ აი ამ სასწაულის შემდგომ ხალხმა 10,000-მა კაცმა მომიდომა მისი გამეფება არადა ეს შორს დაიჭირა უფალმა რადგანაც ეს ყველაფერი სისხლის ბრას გამოიწვევდა სასტრაფოდ ჩასვა თავის მოციქულები და გაუშვა განარიდა კიდე რას გვასწავლის დღევანდელი წაკითხული სახარება გვასწავლის რომ ღმერთს მივენდოთ რას ნიშნავს ღმერთის მინდობა მინდობა ნიშნავს იმას რომ აი იქ უდაბურ ადგილას ამდენ ხალხს რა დააპურებდა ასად იყო მაგდენი ფული ან ფულიც რომ ყოფილიყო სად უნდა იყიდათ ამდენი სურსაცალოვანი და უფალმა ყველაფერი ეს დაუშვა რომ ჩვენც ღვთისიმედი გქონდეს ღვთისიმედი გქონდეს ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ფეხზე გადავიდოთ და არაფერი არ ვაკეთოთ არა ჩვენი შრომით ჩვენი ღვაწლით უნდა ვარჩინოთ ოჯახები მაგრამ ზედმეტი ვაიმეში რო იციან რომ ვაიმე ახლა ესე არ მოხდეს და მივენდოთ უფალს ღმერთს მილიონჯერ მეტად უყვარს ჩვენი შვილები და შვილიშვილები ჩვენი ოჯახი და რასაც დაუშვებს მხოლოდ მათ საკეთილოდ ასე რომ მივენდოთ ყოველთვის უფალს ყოველთვის პირველ რიგში ღმერთი დავაყენოთ და უფალი მოგცემ ზუსტად იმას რაც ჩვენი და ჩვენი ოჯახებისთვის საჭიროა ღმერთმა მოგცეს ამის გააზრება ღმერთმა მოგცეს ამის ძალა და ინებოს ღმერთმა რომ აი ეს ყველაფერი რაც სახარებაში 2000 წლის წინ მოხდა გაგვიაზრებინოს და გვახსოვდეს რომ სახარება აქტუალურია ყოველი დროისთვის ეს არ იყო მარტო 2000 წლის წინანდელი რომ არა ეს ეხლაც მოქმედებს და ეხლაც არის ჩვენთვის ის კომპასი რა კომპასითაც უნდა გავიგოთ თუ საით უნდა წავიდეთ რომ ღმერთთან მივიდეთ ღმერთმა მოგცეს ამის გააზრება ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ყოველი ხილი და უხილავი მტრისაგან ამინ ჩვენთან არც ღმერთს